შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კახეთის რეგიონში, კერძოდ დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში ჩაატარა სამოქალაქო უსაფრთხოების კუთხით მრავალფუნქციური და მრავალკომპონენტიანი სწავლება. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა სეილორის ფარგლებში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები. სწავლების მიზანს წარმოადგენდა საგანგებო სიტუაციების დროს კოორდინირებული მუშაობის დახვეწა და მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება. სწავლება ხელი შეუწყობს უფრო კოორდინირებულ რეჟიმში განხორციელდეს სტიქიების და ხანძრის დროს კოორდინაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასევე ხელი შეუწყობს მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას. We are here in the Doplitskaro area to showcase the progress during the project and how EMS coordinated the activities in this pilot area. The cross-border cooperation is very important at European level, and we think that the Sailor project can be a really exemplary case that can benefit the whole Union civil protection mechanism and the civil protection community in the European Union.